პოლტერგეისტები, მამა აბსოლუტის გზავნილი 22 მაისი 2019 წელი. მოგესალმებით ჩემო ძვირფასო და საყვარელო შვილებო. დღეს მოგიყვებით დედამიწის ეთერული ველის მცხოვრებ კიდევ ერთ ცივილიზაციის შესახებ. მათ შეგვიძლია უწოდოთ ასტრალური ხულიგნები, რადგანაც ისინი განსაკუთრებით სიამოვნებას იღებენ იმით, რომ ადამიანებს მიაყენონ მცირე და ზოგჯერ მსხვილი უსიამოვნებები, რომლებიც მათ ცხოვრებას წამლავს. ეთერული ველის უმადონური არსებებისგან განსხვავებით, ისინი წარმოადგენენ ენერგეტიკულად უფრო ბოროტ სულებს, რომლებსაც აქვთ პრიმიტიული ცნობიერება. ისინი იქმნებიან გარდაცვლილი ადამიანების დაბარობებლაციული ემანაციებისგან, საშუალებით რომ თქვათ, ესენი არიან ქვედა ასტრალის ნატიფ მატერიალური არსებები, რომლებიც დანარჩენი ასტრალური არსებებისგან განსხვავებულები არიან ადამიანებთან უფრო ახლოს დედამიწის ეთერულ ფენაში ყოფნით და გარკვეული გარემომცემლობის შემთხვევაში შეუძლიათ ფიზიკურად გამოჩენა. რატომ ხდება ეს და რატომ არ შეუძლიათ მაღლა ასვლა? უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ ადამიანთა უარყოფითი ემოციებით, რომლებიცაც იგივებიან ასტრალური არსებები, უფრო მსუბუქი და გაიშვიათებულია, ვიდრე ადამიანთა ემანაციები, რომლებიც წარმოადგენენ ისეთ სიძლიერესა და კონცენტრაციის ნეგატიური ენერგიების გამოფხვრებას, რომ არ შეუძლიათ ავიდნენ დედამიწის ეთერულ ფენაზე უფრო მაღლა. ხოლო რადგანაც ამ ეთერული სულების ცნობიერება საკმაოდ პრიმიტიულია, საკვებ ენერგიასაც ასეთი პრიმიტიული მეთოდებით იღებენ. ისინი ვიბრაციულად მიიზიდებიან დედამიწაზე გარკვეულ ადგინებთან და ადამიანებთან დაიწყებენ მცირე ზიანის მიყენებას, მაგალითად ადამიანთა ყურადღების მიპყრობას ხმებით, მაგიდიდან ნივთების გადაყრით და კარებზე გაკონით. ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ გამოიწვიონ ადამიანში შიში, პანიკა, შფოთი, ანუ ის ენერგიები, რომლების წყალობითაც არსებობენ ისინი. ესევე ენერგეტიკული ვამპირიზმია, რომელიც დაფუძნებულია ადამიანის შიშზე მიღმიერი საყვარლის მიმართ. რატომ ხდება ეს უპირატესად ქალაქებში? მხოლოდ იმიტომ, რომ ენერგეტიკული ქაოსი, რომელიც მეფობს ადამიანთა თაღლოვების ადგილას, წარმოადგენს ეთერული ხულიგნებისთვის მშობლიური ენერგიებს, რომლებიც შედგება სხვადასხვა სახის ნეგატიური ენერგიების ემანაციებისგან. იმის დამიხედვით, თუ როგორი ემოციის ენერგია არის მათში უპირატესი, ისეთია მათი ხასიათი და ქცევაც. არიან საკმაოდ მხიარული სულები, არიან გაიძვერები, გაგიქილები თუ ბოროტები. ზოგჯერ ისინი ჩნდებიან სუფთა და კარგი ადამიანის სახლებშიც და ეს აიხსნება იმით, რომ ამბენის წინა მაცხოვრებლები გულუხოდ კვებავდნენ თავიანთი დაბალი ვიბრაციებით მათ და სწორედ ამან მოიზიდა აქ დაუპატიჟებელი სტუმრები. ამიტომაც ასეთი მნიშვნელოვანი ჩემო ძვირფასებო, რომ სუფთად შეინარჩუნოთ არა მხოლოდ საკუთარი სული, არამედ საცხოვრებელიც და ენერგეტიკულად აივსოთ სინათლით და სიყვარულის ღვთაებრივი ენერგიებით. მაშინ კი ვერანაირი ასტრალის ან ეთერული ველის მაცხოვრებელი ვერ შეძლებს თქვენ სახთან მოზიდვას. გლოცავთ და მიყვარხართ განუზომლად. მამა აბსოლუტი საუბრობდა თქვენთან. გზავნილი მიიღო მართავ, თარგმნა წაიკითხა ბოჭა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენ სულიერ მისიას, თქვენ დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამნერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატებას.